კასპში ულტრათანამედროვე კლინიკა შენდება პროექტი სადაზღვევო კომპანია ალფას ეკუთვნის მშენებლობაზე შიდა მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. კლინიკას ექნება როგორც ლაბორატორიული, ასევე სადიაგნოსტიკო პროფილი და იმუშავებს სამშობიარო და ინფექციური ბლოკები. სადაზღვევო კომპანია მშენებლობას საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის ფარგლებში აფინანსებს. მიმდინარე სამუშაოები ანდრია ურუშაძემ დაათვალიერა, მშენებლობა 2011 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სამავთყოფოს მშენებლობა საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ დეკემბრისთვის ან ცოტა უფრო ადრე კაცს ექნება კარგად აღჭურვილი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სამავთყოფო. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ამ სამავთყოფოში მომსახურების მაღალი დონის მიღება და რაც თავარია უნდა იყვნენ კმაყოფილი პაციენტები, მათი უფლებები უნდა იყოს დაცული. იქნება აღჭურვილი უახლესი თანამედროვე აპარატურით, ორი საოპერაციო ბლოკი იქნება, სუფთა გინეკოლოგიური და ქირურგიული, ასევე იქნება სარეანიმაციო პალატები და ამბულატორიული მიღება. კლინიკაში აგრეთვე განთავსებული იქნება აფთიაქი, რომელიც 24 საათით იმუშავებს და ჩვენ ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათ დროზე ადრე ჩავაბარებთ მშენებლობას.